მეგობრებო, ასეთი გაშლა უნდა შემოგთავაზოთ ახლა, რომელიც თქვენი თხოვნებიდან იყო ერთ-ერთი ჩემი გამომწერის. სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ ამ ინფორმაციის მიწოდებას ვერიდები ხოლმე, მაგრამ ვინაიდან თხოვნა იყო, ვფიქრობ, რომ ალბათ იმ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ეს თემატიკა, რაში გაინტერესებთ მე ამ ყველაფერს. მართლა ვერ ხვდები გულწრფელად, თუ ადამიანი ჩემთან არ არის, არ უყვარვა, არ მაჩვენებს ემოციებს ჩემთან მიმართებაში, რამდენად მნიშვნელოვანია, რას ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს სხვა პარტნიორთან ურთიერთობაში, რა საჭიროა მე ეს ყველაფერი რო ვიცოდე და ეს დეტალები რა ხდება მათ ურთიერთობაში. სიმართლე გითხრათ, ამ ფენომენს ვერასდროს ვერ ვწვდები, მაგრამ კარგი იყოს თქვენი ნება, ვინაიდან ეს თემატიკა გაინტერესებთ და ალბათ არიან კიდევ ისეთი ადამიანები, ვისაც ეს თემა აინტერესებს, როგორ ცხოვრობს თქვენი ექს-პარტნიორი სხვა პარტნიორთან ერთად, ეს შეიძლება იყოს მისი მეუღლე, შეიძლება იყოს საყვარელი პიროვნება, შეიძლება საერთოდ მარტოობაში ახლა და არიცით, უბრალოდ და ეს გაინტერესებთ, არის თუ არა სხვა პარტნიორთან ერთად. უყუროთ მაშინ იდენტიფიკაციას, ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ მიხვდეთ ეს გაშლა რამდენად იქნება თქვენი პირადი გაშლებისთვის და უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის. პირადში მომწერეთ და კიდევ ერთ კითხვაზე, ან შემდეგზე, ან მე გამიკეთე გამონაკლისი და უფასოდ არასდროს არავის აღარ უკეთებ გაშლებს, მეგობრებო, ამ თემატიკებით ტყუილა არ შეწუხდეთ, მოწერით, პირდაპირ გეუბნებით და უკვე ბოლო დროს ხშირად მიწევს ამის ხმამაღლას საუბარი, იმიტომ რომ ერთ კითხვაზეც გაშლას არ ვაკეთებ მე, ვაკეთებ მინიმუმ 3 კითხვაზე, ამიტომ რომ არ შეწუხდეთ არც თქვენ და არც მე, ერთმანეთის დრო არ ვხარჯოთ, ასეთია ინფორმაცია. ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ მიხვდეთ თქვენზე იქნება ეს გაშლა, თუ არ იქნება, ვინ არის თქვენი პარტნიორი? არის სტიქის დედოფალი ამოდის აქ. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მეგობრებო, შეიძლება მამაკაცი იყოს, თქვენ თავზე მოერგეთ მოკლედ რომ საუბრობთ, თუმცა ქალბატონი ამოდის აქ. ეს შეიძლება იყოს ჰაერისტიქის ტყუპების ასწორი მერწყულის ნიშნის წარმომადგენელი, მაგრამ საერთო გაშლაში ნუ მივეჯაჭვებით ხოლმე ჰოროსკოპს არ ვეჯაჭვები. ეს შეიძლება იყოს მენტალურად ძალიან კარგად განვითარებული ქალბატონი, ძალიან ცივი გონებით, ძალიან კარგად მიდგომით, სერიოზული, აწონდაწონის ოსტატი, ასე ვთქვათ, რა არის მნიშვნელოვანი, რა არის ნომერ პირველი მისთვის ცხოვრებაში, რა არის კაცრად გასასაიდუმლოებელი, რა ძალიან კარგი მესაიდუმლე პიროვნებები არიან, ასე ვთქვათ, ვინაიდან საიდუმლოებაზე მიდგა საუბარი. ასევე დავაკონკრეტებ ამ თემატიკასაც, თუ თქვენთვის ეს ინფორმაციის მომცემი იქნება, ანუ ჩათვალეთ 9 კრიტუსში გაქვთ თქვენი საიდუმლო შენახული, თუ ამ ადამიანს, ასე ვთქვათ, გულს გადაუშლით და გაესაუბრებით და რაღაცას ისეთ საიდუმლოს მოუყვებით, რომელიც გინდათ, რომ სხვამ არავინ არ იცოდეს, უბრალოდ რაღაცა ხო არის მომენტები, რომ აი ვიღაცას გული უნდა გადაუშალო და შეგიძლიათ ამ ადამიანს ენდოთ გულწრფელად, არასდროს რაც არ უნდა მოხდეს თქვენ შორის, არასდროს თქვენ საიდუმლოს, ასე ვთქვათ, სააფიშოზე ადამიანების მოსაყოლად არ გამოიტანს და სასაცილოდ. ეს არის ორგანოების თანამშრომელი, შეიძლება ბრძანდებოდეს ქალბატონი ამ შემთხვევაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს დანასთან, ცივ იარაღთან და ეს შეიძლება იყოს შეფ-პოვარიც კი ქალბატონი, ასევე შეიძლება იყოს ეს ადამიანი კარგი აიტიშნიკი, ინტერნეტში კარგად მომუშავე, მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი შეიძლება იყოს ეს ადამიანი თუ არც ერთი არ მიესადაგება თქვენ პარტნიორს, ეს არის ძალიან კანონიერი და სერიოზული ადამიანი. ამასთან ღლიცინი, ამასთან პატივცემულოდ მიდგომა არ შეიძლება, არ გაპატიებთ, აიღებს აი ამ თავის ხმალს, რომელიც ხელში გამზადებული აქვს უკვე და ტრისას თუ მის მიმართ უპატივცემულობა იგრძნო, არც კი მოერიდება, არც კი შეეშინდება, არც უკან არ დაიხევს, ისე წააცლის ნებისმიერს თავს. ეს იქნება სიტყვით, ეს იქნება მისი ქცევით, ეს იქნება მისი ნამდვილად ჟესტიკულაციით და არ ვიცი, ხელის შეხებით, ვინაიდან საერთო გაშლაა და ორივე სქესისთვის არის ეს მიდგომა და ეს იდენტიფიკაცია, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მკვლელიც კი გახდეს ღმერთმა არქნას, რამე ისეთი არ ჩაიდინოთ მის მიმართ. მოკლედ, იდენტიფიკაციას ამითი ვასრულებ, თუ ატყობთ, რომ თქვენ პარტნიორზე არის. გავიგოთ რა ხდება მასა და მის პარტნიორს შორის. თუ
თუ თქვენ ზუსტად იცით რომ მას სხვა პარტნიორი ყავს, რა ურთიერთობები არის მათ შორის და ამ შემთხვევაში 10-იან პენტაკლით აქ არის ოჯახური სტაბილურობა, 4-იან პენტაკლი სტაბილურ ურთიერთობებშია, 3-იან პენტაკლი ძალიან მიწიერი მდგომარეობაა მათ ურთიერთობაში. ყველა ვარიანტში სტაბილურია ეს ურთიერთობა, ყველა ვარიანტში ადამიანი სამომავლო გეგმებს ხატავს და ხაზავს, მისთვის საოცნებო ქალია, შეიძლება ზოგჯერ რეალობასაც კი არ შეესაბამებოდეს მისი პარტნიორი, იმდენად კარგ პორტრეტს ხატავს თავად ამ პერსონაჟისას ეს მამაკაცი, თავისი მიდგომა, თავისი თვალთახედვა აქვს, თავისი სტრატეგია აქვს, გეგმა B, გეგმა C, როგორ უნდა დაისვენოს საზღვარგარეთ, როგორ უნდა მოხიბლოს და კიდევ უფრო შეაყვაროს თავი მის პარტნიორს, ადამიანი აბსოლუტურად ძუნწის როლშია და არავის არ აპირებს რომ დაუთმოს მისი პარტნიორი, მისთვის საგანძურია. ნახეთ, საგანძურივით ჩაბღაუჭებულია, ქისასავით ჩაბღაუჭებულია, არ არის გამორიცხული რომ აქ იყოს პარტნიორი, ამ თქვენი პარტნიორის პარტნიორი, თქვენი კონკურენტი, ასე ვთქვათ, ძალიან კარგ ფინანსურ მდგომარეობაში და სწორედ ამიტომაც ნაწილისთვის იქნება რომ მისთვის წარმოუდგენელი რომ ამ ნადავს, რომელსაც წააწყდა ამ ქალის სახით გაშლა ორივე სქესისთვის არის კიდევ ვიმეორებ, ხელი როგორ უნდა გაუშვას და არ გაუშვებს, არ აპირებს ყოველ შემთხვევაში გეგმაშიც არ აქვს, მის ენერგეტიკაში არ არის რომ საერთოდ ეს ადამიანი დაკარგოს, ხელი გაუშვას, იმიტომ რომ ეს არის მისთვის სტაბილურობის მომცემი პარტნიორი, მისი ქისა, მისი წყარო, მისი სტაბილურობა, მისი ოჯახური სტაბილურობა, ვინც დაოჯახებულია, ვინც დაოჯახებული არ არის და იცით რომ შეიძლება საცოლეს მდგომარეობა და სტატუსი აქვს, შესაძლებელია უბრალოდ ხვდებიან, მაგრამ სტაბილურად ხვდებიან. ეს არის მისთვის მომცემი სტაბილურობის, ჰარმონიის, ფინანსური სტაბილურობის, ყოველ შემთხვევაში ხელშესახები ისეთი სტაბილურობა აქვს ამ ადამიანთან, რომელთან დაშორებაც მისთვის ფიქრის დონეზეც კი არის სრულიად წარმოუდგენელი, აბსოლუტურად არ გეგმავს ამ ყველაფერს და კაუდის ძირში წამოდის პენტაკლის მეფე, ეს არის იმპერატორის დაბალი არკანი, ასე შემიძლია გითხრათ სტატუსურად. მეუღლის კარტი არის დაბალ არკანებში პენტაკლის მეფე, შესაძლებელია თავისი ფინანსური წარმატება, ასე ვთქვათ, ჯეკპოტი იშოვა ამ ქალის სახით, თქვენი კონკურენტის სახით, ფინანსური მხარდაჭერა აქვს ამ მისი პარტნიორისგან, მისი საყვარელი ადამიანისგან, ზოგისთვის მეუღლე იქნება, ზოგისთვის არა, სტაბილური პარტნიორია, სტაბილური შემოსავლით, სტაბილური თავისი ფინანსური მდგომარეობით, სიმყარით და ეს სტაბილურობა მისთვის იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად ყველაფრის თავი და თავია, რომ აბსოლუტურად არ აპირებს ამ სტაბილურობას ხელი გაუშვას. აქ აქვს ადამიანს შეიძლება თავისი ბიზნესი უკვე გახსნილი, საერთო ბიზნესი, ოჯახური, ასე ვთქვათ, გახსნილი ამ ადამიანთან ერთად, ან ამ ადამიანის ბიზნესში არის ერთგვარი მეწილე, დასაქმებული, კარგი ავტორიტეტით, კარგი სახელით მუშაობს და ცხოვრობს, ასე ვთქვათ, ამ სტაბილურობის ხარჯზე ადამიანი. ალფონსია თქო, ვერ ვიტყვი. არა, იმპერატორი ამოდის. თუ აქ დაბალი არკანი გითხარით, რომ იმპერატორის დაბალი არკანია პენტაკლის მეფე, აქ უკვე ნამდვილად მაღალი არკანი იმპერატორი ამოდის და ეს ადამიანი ნამდვილად 80%-ისთვის იქნება უკვე დაოჯახებული ამ პიროვნებაზე, ან სადაც წუთი-წუთზე იქნება ოფიციალური ქორწინება, ხელის მოწერა, ჯვრისწერით, ამბებით, თუმცა იმპერატორი ჩემთვის მუშაობს უკვე, რომელიც რაღაც თვეები, მინიმუმ 8 თვე მაინც არის დაოჯახებული ამ სტატუსში და ამ ქორწინებაში იმყოფება და ძალიან მყარად და სტატუსურად იქ გრძნობს თავის თავს, სადაც უნდა იყოს. იმ ტახტზეა, იმ ტრონზეა, მის სიტყვას, ასე ვთქვათ, ყველა ექვემდებარება რა და როგორც უნდა იყოს სამუშაო სფეროს ავიღებთ თუ ოჯახურ სტაბილურობას ავიღებთ ნებისმიერ ამბავში, მისი სიტყვა არის კანონი, ასე ვთქვათ და ძალიან კარგად როგორც თევზი წყალში ასე გრძნობს ეს ადამიანი თავის თავს. ამის გაგონება თუ ჩემ გამომწერებში ვინმე სიამოვნებდა და უნდოდა პირდაპირ გეუბნებით, ყოველგვარი შელამაზების გარშე და საერთოდ ზღაპარს არც ერთ გაშლაში არ ყვები ხოლმე. რთული მოსასმენი იქნება ეს გაშლა, მაგრამ ვინაიდან ძალიან გჭირდებოდათ, კი ბატონო, იყოს თქვენთვის ასე, კიდევ რა ხდება მათ შორის. დაკვირვება ურთიერთობებზე, სექსუალური ძალიან დიდი მიზიდულობა, კარგი ამბავი და მისთვის არის ის ქალი
დავხუროთ იმპერატრიცა. ერთადერთი ქალი, მისი ოჯახის დედა, მისი შვილების დედა, მისი მფარველი